სალამი, დღე პირველია უკვე წონის კლების, წონის პატებას ხო შევეშვით, ვინ წინა ვიდეოს უყურებდა. გაიგებდა ალბათ. სიმართლე გითხრა, შია. ჭამს აწვევს, მაგრამ მე ხო მიჩვეული ვიყავი სადაც 4000-5000 კალორიიანი ჭამას, ტკბილულობის ჭამას და იქით-აქეთ და სახშიც მუდმივად, ახლა ჩემი ძმა რო არის ტკბილულ ჭამს ხოლმე, ეგეთ რაღაცებს რა, დედა ჩემიც და მთელი ოჯახი რა, ჩათვალეთ. და სახში ყველგან რომ ხდება მზეს უმზირა ტკბილულები და სხვადასხვა საჭმელები, აი ძალიან მინდება რა, უბრალოდ ვერ ვჭამ, იმიტომ რომ ხო ხდება წონის კლებაზეა. აი, იმედია ბევრი ხანი გავძლებ ასე. ახლა კარდიო უნდა გავაკეთო, დღეს ვისვენებ, მაგრამ ვინც აერცით უკვე დასვენების დღეები ჩავანაცვლე კარდიო და პრესის დღეებად, ანუ ამის ხარჯზე უფრო ჩქარა დავიკლებ წონას და პლუს კიდე პრესის კუნთები განმევითარდება და რო დავიკლებ წონას, რაღაც ძვლებივით არ მექნება რა, პრესები. ნუ ვიმედოვნებ. ახლა ვჭამე კატლეტები და რამდენიმე ნაჭერი პური. და რომ მოვალ მერე უნდა შევჭამო ფანქექი და მორჩა. წეს აღარ ვსვამ რა. წეს სადღაც მინუსებში რომ ვნახოთ, ალბათ სადაც 400-მდე 500 კალორიამდე დეფიციტში ვარ, ასე რომ ვთქვათ. ნუ შეიძლება ამის გამო ცოტა კუნთის მასაც დავკარგო, მაგრამ რა ვიცი, არ ამგონია, იმიტომ რომ ბევრი ცხიმი მაქვს ჩემი დაგროვებული და მაგას გამოიყენებ საწვავად ჩემი კუნთის მასა რა. და მე როცა რაც უფრო წონას დავიკლებ, მე უფრო და უფრო ნაკლები კალორია დასჭირდება რა. ჩემს ხოვს და ამის გამო დეფიციტიც უფრო ისეთი გახდება რა. მოიმატებს. თანაც ახლა როგორი ლოქთინიც ვარ რა, ანუ როგორც მინდა რა. პრესების შოვნა და ანუ გამოშრობა ეგრე არასდროს არ ყოფილი ვარ და თან ბევრს არ ჯერა ჩემი მეგობრები თუნდაც გადავებიან ხოლმე სულ ასე იძახიო, რამდენი წელი არის თუ გამოშვებიო და მე ბოლოში ვერ შევიო და მინდა მაგათაც საწინააღმდეგო დავამტკიცო, რომ შემიძლია გამოშრობა და პრესები მაქვს. ხო და ეგეც მოტივაციას მაძლევს ასე თუ ისე. თან კიდე მაინტერესებს სახე რამდენად დაიკლებ ჩემი, იმიტომ რომ ახლა რაც სახე მაქვს რა, ანუ შეიძლება ცოტა მშრალი სახე მიჩნდეს, მაგრამ ბევრად უფრო მშრალი სახე შემიძლია მქონდეს. და მაინტერესებს რამდენად გამოშვები და რამდენად მშრალი სახე გამიხდება. თან ერთი პლუსი იცი რა აქვს? ჯანკ-ფუდებს რომ მოვეშვები, ანუ ძალიან ბევრ შაქარს რო არ მივიღებ და შაქრიანებს რო არ შევჭამ, სახე გამისუფთავდება და მაინტერესებს ისე რომ გამიქრება. ანუ იმოქმედებს თუ არა შაქრის მიღება ჩემ სახეზე რა, ასე რომ ვთქვათ. მოგლედ, ახლა მივდივარ ტრედმილზე სავარჯიშოდ, ანუ ბილიქზე რო ვიარო და პრესები რო ვავარჯიშო რა. ნუ ვარჯიშიც არა, დასვენება ჩათვალოთ უბრალოდ. ხო რა. ნახოთ აბა რა მოხდება და რამდენად ჩქარა მივიღებ შედეგს. მოგლედ, მოვიდი ახლა სახში, მე ვიბანავე და ახლა საჭმელი უნდა ვჭამო, მაგარი დაღლილი ვარ. მოგლედ, მეორე დღე არის ახლა წონის კლების და ცოტა უცნაური იყო გუშინ ძილი, იმიტომ რომ შიოდა და ხო რა, უცნაური იყო მაგის გამო. იმიტომ რომ ცოტა მწელი მაწუხებდა, ახლა მში ამ მომენტში და მაგის გამო უნდა გავაკეთო კატლეტები უბრალოდ. ცოტა შევჭამ და მე ცოტა ხანში წავალ ფიტნესში. ხო კიდე. გუშინ რო ვიბანავე მაგის ფერმ მაგ ასე რა, ანუ არ ჩამოდის ნორმალურად რაღაც გაყნულივით მაგ. არ ვიცი რატო. მაგრამ ალბათ თავისი ჩამოვარა მე. ნუ ხო. თელი დღეებია წყალს ვამ, უფრო მეტი წყალი მინდება, იმიტომ რომ არ ვჭამ. ცოტათი უკვე პროგრესს ხედავ სარკეში. ცოტათი მე აპდეიტებსაც განახებთ, როგორ გამოვიყურები. და ნუ ხო მეტი არაფერი არ მაქვს დღეს სათქმელი რა, ძალიან მშია ახლა. და გავაკეთებ საჭმელს. თან ძალიან დიდ დეფიციტშიც არ ვარ, უბრალოდ იმის ბრალია, რომ ძალიან ვიყავი მიჩვეული ტკბილულობების ჭამას რა და ახლა სახში რო არის ბევრი ტკბილულობა მინდება რა და აი ტვინი თავისით გაშვებს რა, არ და რეალურად რამდენ კალორიასაც ვიღებ, არც ცოტა რა, 2200, 2300 კალორია ასე რა. და სიმართლე გითხრათ, ეგ ცოტა არაა რა. ვიღაცების ნორმაც არის რა, ასე რომ ვთქვათ. ნუ ხო, ჯერ დიდად არაფერი არ შეცვლილა, იმიტომ რომ მეორე დღე არის ახლა და ვნახოთ აბა ერთ კვირაში რამდენად შეიცვლა ყველაფერი, მეორე კვირას, მესამე კვირას და ასე. ნუ მედია
ბევრად უკეთეს სტანზე ვიქნები რა. იმიტომ რომ პირველი მე რაც მაკლდება ხოლმე რა წონის კლავიშებს არის გვერდები რა. ესენი რაც ასე ვთქვათ. და ესენი რომ დამაკლდება, მე უფრო V-tape ვიქნები ასე. და მხრები უფრო დიდი მიჩანს მე რა, აი ასე რომ დავდგები მენა. მხრები ბევრად დიდი მიჩანს. ნუ ახლა კოტლეტებიც იწვება უკვე თითქმის შეიწვა და მაგას შევჭამ და მართლა ჩემო როგორ უნდა კოტლეტები. თან პლუს გამოიცანით. ახლა ხას მივეცი ჩემთვის ბარნი რა. ვიდეო და მთელი შეკვრა ბარნი მივეცი და თან ბარნი მაგრამ მიყვარს. შოკოლადი რო აქვს მომწონს. და რა თქმა უნდა მინდოდა რომ მეჭამა, მაგრამ ნა. მოვედი ახლა სახში ვარჯიშიდან. სიმართლე გითხრათ, უკვე არც ფშია, პირიქით გამძღარი ვარ. შიმშილის გრძნობა აღარ მაქვს, რაც ძალიან კარგია. და ხო, ნუ ახლა ვიდეოს უნდა დავაედიტო ეს ვიდეო და შევხვდებით ხვალ არდაზე და ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. თითქმის 70 გამოწერზე ვართ უკვე. რითაც ძალიან დიდი მადლობა. გაითროებით.